საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პანკისის ხეობის საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა სამუშაო შეხვედრაზე. ლია გიგაურმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად 2013-2014 სასწავლო წელი შეაჯამა და სისტემაში განხორციელებული სიახლეები და საომოლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პანკისის ხეობაში 5 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1300-მდე მოსწავლეთა და 120 მასწავლებლით. წლების განმავლობაში პანკისის ხეობის განათლების მუშაკებს დაუგროვდათ ძალიან ბევრი პრობლემა, ბევრი ინფორმაცია, რომლის გაზიარების საჭიროება წამოაყენეს მათ დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენ ერთმანეთს გაუზიარეთ ორივე მხარემ ჩვენი მომავლის გეგმები, ჩვენი ხედვები და რაც მთავარია, მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა გადაწყდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა. ძალიან ნაკლებად აღწევს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ცვლილებები და დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ინფორმირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები ვართ, საერთო კავკასიური ცივილიზაცია ხელს უწყობს ჩვენს მეგობრულ თანაცხოვრებას ერთ სახელმწიფოში.